სოფელ ლამისყანაში ჯამრიაშვილების 10 სულიან ოჯახში უკვე 8 თვე არაც ერთი წევრი აღარ გამოჩენილა. 4 შვილის მამა ჯამლეტ ჯამრიაშვილი გასული წლის 31 აგვისტოს 5 მეგობართან ერთად სოფელ თვაურებთან. ამ ადგილიდან ოსებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ტყეში ფიჩხს აგროვებდა. როგორ ხართ, რას შვრებით, ჩვენ კარგად ვართ, არ ინერვიულოთ. როცა იქნება გამოგვიშვებენ, ჩემი დარდი არ გქონდეთ, დეიდა მიგზავნის ყველაფერს, სიგარეტის საჭმელი, ტანსაცმელი ყველაფერი მაქვს. ეს წერილი, რომელსაც ჯამლეტ ჯამრიაშვილის ცოლი კითხულობს, ოჯახმა გატაცებულისგან წითელი ჯვრის დახმარებით მიიღო. ამის შემდეგ ნათესავებს დაკავებულისგან არაფერს მენიათ. ამ 8 თვის განმავლობაში ოჯახმა თითქმის ყველა პასუხისმგებელ პირს მიმართა, თუმცა დაკავებულები ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებიათ. ვისღა მიმართო, მერვე თვე დაიწყო. არაფერი ერგნეთში გავიგებთ, ამერბერგი ჩამოვათ რაღაცა, გავრბივათ, რა აზრი აქვს აბა? რა, აი გუშინდელი ჩვენ წასვლას რა აზრი ქონდა? ბოლოს გატაცებული ჯამრიაშვილის დედა ერგნეთის საგუშაგოსთანაც მივიდა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრისთვის მათიას იორშისთვის დახმარება ეთხოვა. მათიას იორში ერგნეთთან იმ დროს ცხინვალში შესასვლელად ოსური მხარის ნებართვას ელოდებოდა. ნისიაზე ჩავაზგეთ ბენზინი და ისე წამოვედით. ყველას გებწები აი ხვალ ამათ კიციან რამის 100 კილო ქალი ვიყავი დავდნი ამ ნერვიულობით და იმეთი ისეთი უძლურები როგორ არიან შვილო ერთი ბეწო სითბო და სიყვარული არ გამოხატონ თავიანთი ერისა. მანანა ბეინაშვილთან ერთად ერგნეთში იყო ანო წითლაურიც. ეს ქალბატონი ჯამრიაშვილთან ერთად გატაცებული გენადი წითლაურის დედაა. წითლაური ისევე როგორც ჯამრიაშვილების ოჯახი ხელისუფლებისგან ყურადღებასა და შვილების დაბრუნებას ითხოვს. ძალიან დიდ ყურადღებას მოვითხოვ და პასუხისმგებლობას ჩვენი მთავრობისაგან, რომ იქნებ ჩვენი გულის ტკივილი იმათ გულის კუნჭულამდე სადღაცას მივიდეს. წარმოიდგინო, რომ ღმერთთან უქნას და იმათი დედები იყვნენ აი ესე ჩვენსავით გაჭირვებულები. როგორც წითლაური ყვება სოფლის სახელით მიმართვა პრეზიდენტსაც კი გაუგზავნეს. ასევე იყვნენ გორშის გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილთან შესახვედრად. გატაცებულთა ოჯახებს იმედი ჰქონდათ, რომ ხელისუფლება მათ შვილებს და ქართული მხარის მიერ დაკავებულ ოსებს ერთმანეთში გაცვლიდა. ჩვენი მხრიდან რაც საჭირო არის, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი ჰამერბერგი, ყველა ჩართულები არიან ამ მოლაპარაკებაში. უბრალოდ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით არ გადაწყდა და ამდენი ხანი გაიწევია. როგორც ვარძელაშვილი ამბობს, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობა უდანაშაულო ქართველებს სისხლის სამართლის დამნაშავეებში ვერ გაცვლის, თუმცა უპასუხოდ ტოვებს დაკავებულების ოჯახის კითხვას, ვინ და როდის დააბრუნებს ოსების ტყვეობიდან 2 ლამისყანელ და 4 თვაურელ ახალგაზრდას. Mama.